ახლა სტუდიაში სასაუბროდ მოვიძანდა დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე, დილამშვიდობის მამო, დაგულოცეთ. დილამშვიდობის. დიდი მადლობა შეგვეციოს ყველას წმინდა ნიკოლოზე შეეძიეთ ჩვენ ქვეყანას, ჩვენს ეკლესიას. როგორც თქვენ ბრძანეთ, წმინდა ნიკოლოზი შევედრებული აქვს ჩვენი ეკლესია. კათოლიკოს პატრიარქმა 80-იანი წლების დასაწყისში თხოვა წმინდა ნიკოლოზს მიმართა თხოვნით, რომ მას მფარველობა გაეწია ჩვენი ეკლესიისთვის. ეს მნიშვნელოვანი თხოვნა იყო. ამით ესე იგი ფაქტიურად ჩვენი ზეციური წყემსთავარი გახდა წმინდა ნიკოლოზი და კიდევ ერთხელ ვთხოვოთ მას, რომ შეეწიოს ჩვენ ეკლესიას, დაიცვას, დაიფაროს და კეთილად წარმართოს ჩვენი ეკლესიის ცხოვრება. აქედან გამომდინარე, წმინდა ნიკოლოზის ხსენების და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორც წერია მის ცხოვრებაშიც, მის დაუჯდომელშიც, რომ წმინდა ნიკოლოზი გახავთ წმინდანი, რომელიც მანამ ასრულებს ჩვენ თხოვნებს, სანამ ჩვენ მას მივმართავთ. ანუ ის წინ უსწრებს თითქოს და თხოვნას, ადამიანის თხოვნას, იმდენად სწრაფშემსმენელია, იმდენად დიდი სიყვარული აქვს ადამიანებისა და დიდი სურვილი მათი დახმარებისა. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს თავისთავად არ მომხდარა, ამას წინ უძღოდა წმინდა ნიკოლოზის გასაოცარი ცხოვრება. გასაოცარი ღვაწლი. თავიდანვე გამორჩეული იყო იქ. კი იყო კეთილსახური მშობლების შვილი, თეოფანესი და ნონასი. რომელთა დიდხანს არ ყავდათ შვილი და ბოლოს შეეძინა წმინდა ნიკოლოზი და მას მეტი მათ შვილი არ შეძენია, თითქოს თავიდანვე გამოიკვეთა ის, თავიდანვე ხაზგასმა მოხდა იმისა, რომ აი ეს ერთი ადამიანი იყო განსაკუთრებული, გამორჩეული და სწორედ ეს იყო ის ძღვენი, უმთავრესი ძღვენი, რაც მისმა მშობლებმა მიუძღვნეს როგორც ეკლესიას, ისე უფალს. და მართლაც იგი მიძღვნილი იყო, მისი ცხოვრება მიძღვნილი იყო ეკლესიისათვის. მისი ბიძის რჩევით მშობლებმა სწორედ ესეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ნიშნავს ეკლესიისადმი მიძღვნა. ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი ადამიანს ბავშვობიდანვე განუკუთვნებენ აი ამ მსახურებას, რომ ეკლესიის სამსახურში უნდა იყოს და ეკლესიას უნდა ემსახურებოდეს განსაკუთრებულად. და მართლაც როგორი იყო დასაწყისი მისი ცხოვრებისა, საჩანდა განსაკუთრებული მადლი და წყალობა მასე. ეს ჩანდა პირველივე თვეებიდან მისი ცხოვრებისა, როდესაც იგი ოთხშაბათს პარასკევს, რომელიც არის მარხვის დღეები, იკვებებოდა მხოლოდ საღამოს მზის ჩასვლის შემდეგ. ესე იგი დღეში ერთხელ. წარმოვიდგინეთ ჩვილი ბავშვი, რომელსაც თითქოს და გონება არ აქვს ცნობიერება, იგი აი ასეთ რამეს ამჟღავნებს. რა თქმა უნდა, ეს უფლის სასწაული იყო. და იკვებებოდა მხოლოდ მარჯვენა მკერდიდან, დედის მარჯვენა მკერდიდან, რითაც მიენიშნებოდა ყველას, რომ მოვა დრო, როდესაც ის დადგება მარჯვენით უფლისა. თქვენი თვითონ მარჯვენით უფლისა დააყენებს უფალი და დადგებიან ისინი, ვინც იქნებიან ცხონებულნი, ვინც იქნებიან სამუდამო ნეტარებაში და თვით მისი ნათლობაც იყო სასწაულებრივი, როდესაც იგი თვითონ სხვისი დაუხმარებლად იდგა ნათლობის ემბაში საკმაოდ დიდხანს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ესეთი პატარა ბავშვები თავისით ვერ დგანან ფეხზე, მაგრამ წმინდა ნიკოლოზი იყო გამონაკლისი და აქაც იყო საფრთხო მინიშნება, რომ ჩვენ საქმე ქონდათ, ადამიანის საქმე ქონდათ არა უბრალო ადამიანთან, არამედ წმინდა მამასთან და ასე თანდათანობით ემატებოდა მას ასაკი, მაგრამ ეს ამ ასაკს ემატებოდა ასევე სიბრძნე და თავიდანვე ის იყო გამორჩეული იმით, რომ მას არ აინტერესებდა ამაო გართობა, ამ ქვეყნიური რაღაცა ფუჭი მეტყველება, ფუჭი საუბრები, ამას ის ყოველნაირად გაურბოდა. ხალხმრავალ ადგილებსაც კი გაურბოდა და ძალიან მოგზალებული იყო ის და ესე იგი დისტანციური იყო ქალების მიმართაც, ესე იგი
გაურბოდა მათთან საუბარზე თვით სახეშიც კი არ უყურებდაო მათ. აი ასეთი სიფრთხილით, სულიერი სიფრთხილით იზრდება წმინდა ნიკოლოზი და როგორც მის ცხოვრებაში წერია, მოსაწონია, როდესაც ახალგაზრდა ემგვანება თავისი სიბრძნით, თავისი სიდინჯით, უკვე ასაკოვან, გამოცდილ, გამობზმედილ ადამიანს. აი ასეთი გახსათ სწორედ წმინდა ნიკოლოზი და დადგა დრო მის ცხოვრებაში, როდესაც მას უფრო მეტი ღვაწლი უნდა გაეწია და ეს ღვაწლი ჯერ თავიდან მისი აზრით იყო მონასტერში განმარტოება, მონასტერში მდუმარება, მონასტერში ლოცვა და აპირებდა კიდევაც იგი რომ მთელი თავის ცხოვრება მონასტერში გაეტარებინა, მაგრამ უფლისაგან მას სხვა დავალება მიიღო, მას უნდა ემსახურა ხალხისათვის, აი ეს ჰქონდა, ეს გამოცხადება მიიღო მან, ამიტომ როგორც ჭეშმარიტად მორჩილი ადამიანი, როგორც ჭეშმარიტად ღვთისმსერდული ადამიანი, იგი ტოვებს მონასტერს და მიდის, გადის ხალხში, რათა მათ ემსახუროს. ამიტომ გვიზრდება იგი ქალაქში, რომელსაც ეწოდება მირონ ლუკია. თორე თვითონ იგი წარმოშობით იყო პატარიდან, იქ დაიბადა იგი, მაგრამ უფალმა მისი განგებულებით მოხვდა სწორედ აი ამ ქალაქში. და აი აქ იგი შეუმჩნევლად ცხოვრობს, ის ცხოვრობს როგორც ერთი ღარიბი, უბრალო ადამიანი და ესე ახლოს არის ტაძართან, ტაძარში ყოფნა აძლევს მას ნუგეში. და ბევრად ადრე მიდის ხოლმე იგი მსახურების დაწყებამდე და მსახურების გარეშეც ხშირად ნახავთ მას ტაძარში ლოცველს და მართლაც ჭეშმარიტ მარხვას. ამ დროს გარდაიცვლება მირონ ლუკიის ეპისკოპოსი იოანე და დღის წესრიგში დგება ეპისკოპოსის არჩევის საკითხი, ეპისკოპოსის გამორჩევის საკითხი. და ბევრი ადამიანზე ფიქრობდნო, ბევრი კეთილმსახურ ადამიანზე ფიქრობდნო ეპისკოპოსები, მაგრამ მათ შორის გამორჩეულებიო დააკვირდით, მათ შორის გამორჩეულები იფიქრეს, რომ ეს არ არის ადამიანთა გადასაწყვეტი საქმე, ეს არ არის ადამიანური განსჯით გადასაწყვეტი საქმე, მღვდელმთავრის გამორჩევა, ეპისკოპოსის გამორჩევა. ამიტომ მოდი მივანდოთ ეს საქმე უფალს და ვევედროთ უფალს, რომ უფალმა გამოგვიჩინოთ ჩვენ ვინ უნდა იქნას ხელდასხმული ეპისკოპოსი. აი ეს არის სერიოზული დამოკიდებულება გამორჩევისადმი, ეპისკოპოსად გამორჩევისადმი, ზოგადად მღვდელთან სასულიერო პირად გამორჩევისადმი, როდესაც ადამიანები მინდობილი კი არ არიან თავის თავს და თუნდაც გონებას ან უარეს შემთხვევაში რაღაცა სხვა ქვეყნიურ გათვლებს და ანგარიშებს, არამედ თავის გონებასაც კი არ ენდობიან, თავის შეხედულებასაც კი არ ენდობიან, თქვათ, თუნდაც პატიოსანი ადამიანები, რომლებიც არჩევენ, ახლა ხედავენ, ვინ არის წესიერი და ვინ ნაკლებად წესიერი. არამედ აქაც კი უფალს უთმობენ თავიანთ ნებას და მას თხოვენ გამორჩევას. აი ასე მოხდა ამ შემთხვევაში. ითხოვეს უფლისაგან და თქვენ იცით, რომ ვინც ითხოვს, ის იღებს კიდევაც. და ერთ-ერთ შედარებით უფრო უხუცეს ეპისკოპოსს გამოეცხადა, ხონდა გამოცხადება და მას ეუწყა ასეთი რამ. ის, ვინც მოვა ხვალ ტაძარში ყველაზე ადრე, პირველი ვინც მოვა ტაძარში, ეს არის გარჩეული ღვთისა, ეს არის რჩეული ეპისკოპოსობისა, განკუთვნილი იგი ეპისკოპოსისათვის. და მისი სახელი არის ნიკოლოზი. და მათაც ასე გააკეთა მღვდელმთავარმა, იგი ადრე მივიდა ტაძარში და დაიწყო ლოდინი და ამ დროს ხედავს, რომ სრულიად უბრალო ადამიანი მოდის და ეკითხება მას, რა არის შენი სახელი. თავიდან მდუმარებით უპასუხა ნიკოლოზმა, ესე იგი თვით სიტყვის ამოღებასაც ვერ ბედავს იგი, ხოლო შემდეგ მეორე შეკითხვისაც ის ამბობს, რომ მე ვარ ნიკოლოზი, შენი მონა, ანუ მღვდელმთავარს ეუბნება, ანუ ასეთი თავდაბლური და მორჩილი პასუხმა დააფიქრა კიდევ ერთხელ მღვდელმთავარი და მიხვდა, რომ ის, რაც მან იხილა, ეს იყო მართლა ჭეშმარიტი გამოცხადება. მან აუწყა ამის შესახებ სხვა მღვდელმთავრებს და აუწყეს მას ამის შესახებ თვით ნიკოლოზს. მას ხელი მოკიდა მან
და წაიყვანა, რათა წარედგინა სასულიერო დასისათვის. თავიდან უარს ამბობდა ნიკოლოზი, იმიტომ რომ ემძიმებოდა ეს სახურება, მაგრამ შემდეგ უცბად მას გაახსენდა ერთი ხილვა, როდესაც მან იხილა უფალი, რომელმაც მას გადასცა სახარება ოქროთი და ძვირფასი თვლებით მოჭედილი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კი მას ესე იგი გადასცა ომოფორი, ეს სამღვდელმთავრო შესამოსლის ნაწილია მოგახსენებათ და თვით მასაც ჰქონდა ნაუწყები, როგორც ჩანს, რომ მისი სახურება იყო სამღვდელმთავრო სახურება და ურთხევის შემდეგ უკვე წმინდა ნიკოლოზი ეუბნება თავის თავს, რომ შენ ამის შემდეგ უკვე ვერ იცხოვრებ ისე როგორც ცხოვრობდი, შენ უნდა იცხოვრო ახლა ხალხისთვის, შენი თავისთვის კი არ უნდა იცხოვრო, არამედ უნდა იცხოვრო ხალხისთვის და დაიწყო მრავალწლიანი მართლაც ცხოვრება და 8 წლიდან სამსახური ადამიანების შეწევნისთვის და მრავალგზის და სხვადასხვაგვარად შეეწეოდა ის ბევრმა ჩვენ მატერიალურ მაყურებელმა იცის ის სასწაულები, რომელსაც ის ახდენდა, ის 8 წელი, რომელსაც მას მოუხდენია კიდე ერთი ოჯახის დახმარება, როდესაც მის სამ ქალიშვილს დაეხმარა, რომ არ აცენილიყვნენ ისინი ჭეშმარიტ გზას. ჩვენ ვიცით, როგორ გადაარჩინა მან ადამიანები უსამართლო სასჯელს, როცა სიკვდილით უნდა დაესაჯათ ის. ჩვენ ვიცით, როგორ გადაარჩინა მან თან არაერთხელ მეზღვაურები მომგზავრობისას, როცა მათ ნამდვილი სიკვდილი ელოდათ. და ბევრი სხვა რამ, მაგრამ იგი მარტო ამითი არ შველოდა ადამიანებს. მისი ცხოვრება გაუწყებს საოცარ რამეს. მისი ცხოვრება გაუწყებს საოცარ რამეს, რომ მას მისი შეხედვაც კი ერთი უკვე ნუგეშ აძლევდა ადამიანებს. აი ესეთი სახე ქონდა, ესეთი ზერა ქონდა, რომ ესეც კი იყო უკვე სარგებელი, სულიერი სარგებელი ადამიანისთვის. მასთან საუბარიც კი, საუბრის დაწყებაც კი უკვე იყო ადამიანებისთვის დიდი სულიერი ნუგეში და დიდი სულიერი წყალობა. აი ნეტარია მათაც ის ადამიანი, ვისაც ზერაც კი ისეთი აქვს, რომ ამ ზერითაც კი შეუძლია ადამიანებს დაეხმაროს და საუბრის ერთი სიტყვის ქმისაც კი შეუძლია მას დაეხმაროს ადამიანს. აი ასეთი იყო წმინდა ნიკოლოზი და მან გონიერება გამოიჩინა ეპარქიის მართვაშიც. და რაში მდგომარეობდა ეს გონიერება? ეს გონიერება მდგომარეობდა იმაში, რომ მან გამოირჩია სასულიერო პირთაგან ორი მღვდელი, რომელიც იყო კეთილმსახური და ისინი დაიხმარა ეპარქიის მმართველობაში. ანუ წესიერი ხალხი გამოირჩია, პატიოსანი ადამიანები გამოირჩია, პატიოსანი სასულიერო პირები გამოირჩია და მათი მეშვეობით მართავდა ეპარქიას. და ეს არის გონიერება მღვდელთავრისა, ეს არის გონიერება მწყემსთავრისა, როდესაც იგი თავის მმართველობაში, თავის სახურებაში ეყნობა წესიერ ხალხს, წესიერ სასულიერო პირებს და არა ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან მოხერხებულები ამ ქვეყნიურ ხრიკების, რაღაცა ინტრიგების, ან რაღაცა ისეთი ეშმაკობების წარმართვისას. იმიტომ რომ ზოგჯერ ადამიანებს გონიათ, რომ აი ასეთი ხერხებით ისინი თავს დაიცავენ რაღაცა არასასურველი ზემოქმედებისაგან, ან მტრების ხრიკებისაგან. ამ მტრის ხრიკებს უპირისპირებენ თავიანთი ქვეშემდომების ხრიკებს, რაც არასწორი გახლავთ. მით უმეტეს ეკლესიაში, მით უმეტეს ეკლესიის წიაღში. და შეიძლება რაღაცა ასეთმა ამ ქვეყნიურმა მეთოდებმა დროებით რაღაცა შედეგი გამოიღოს ჭალებში, მოჩვენებით ილუზორული შედეგი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ძალიან ცუდად შეუბრუნდება ეკლესიის საქმეს, თვითონ ეკლესიას და ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც მოწოდებულები არიან ეკლესიის მართვისკენ. ამიტომ ყველაზე გონიერი მამები, დიდი მამები ირჩევდნენ სწორედ აი ამ გზას, რაც წმინდა ნიკოლოზმა ერჩია, როდესაც კეთილმსახური, კიდევ მეორე პატიოსანი მღვდლები
გამოირჩია და მათ ჩააბარა. ასევე აკეთებს თქვათ იგივე გრიგოლ დიოლოგოსი, რომის მთავარეპისკოპოსი, წმინდანი, დიდი მამა. მანაც შექმნა ისეთი გარემოცვა თავის გარშემო, რომლებიც იყვნენ კეთილმსახური ადამიანები, წესიერი ადამიანები, მცირე ჯგუფი და აი მათთან ერთად მართავდა ეკლესია. სხვა გზა მართვის არ არსებობს ეკლესიის წიაღში. და ამის დასტური გახავთ სწორედ რომ წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება, წმინდა ნიკოლოზის მსახურება. და აი ასე გაიარა მრავალმა წელმა, ასე გაიარა პერიოდმა და უკვე ღრმად მოხუცებული მცირე ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ წმინდა ნიკოლოზი გარდაიცვალა და თავისი სული მიაბარა უფალს და გადასახლა იქ, სადაც მართალთა სულები მკვიდრობენ, სადაც მართლები არიან. მოხდა ისე, რომ მისი სამუდამო განსასვენებელი არ დარჩა მირონ ლუკიაში. მირონ ლუკია ეს გახავთ ადგილი, რომელიც ახლა თურქეთის სახელმწიფოს, თურქეთის მუსლიმური სახელმწიფოს ხელშია. თქვენ მოგეხსენებათ, რომ თურქეთმა დააქცია ბიზანტია და დაეპატრონა მის მიწებს, დაეპატრონა მის სიწმინდეებს და სანამ ეს მოხდებოდა, რაღაც ესე მოხდა, ესე დაეშვა, რომ ჩამოვიდნენ უცხო ქვეყნიდან ადამიანები, რომლებმაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გაიტაცეს მისი წმინდა ნაწილები, უიპარეს მისი წმინდა ნაწილები. ესენი იყვნენ სამხრეთ აღმოსავლეთ იტალიის ქალაქ ბარიდან ჩამოსულები, რომლებმაც აი წარიტაცეს ეს წმინდა ნაწილები და გადაიტანეს ბარში. ცხოვრებაში ნათქვამია ესეც საოცარი რამ, რომ ესე იგი, როდესაც გაიგეს მირონ ლუკიის ცხოვრებმა ეს ამბავი, ეს საშინელი თავზარ-ზამცემი ამბავი მათთვის, ესე იგი გამოეთენ მათ და მაგრამ ისინი უკვე ზღვაში იყვნენ შესულები, გამტაცებლები და დიდხანსო ისმოდა მათი გოდება და ყვირილი და ტირილი ნაპირზე. ესე იგი, ეს იყო საყოველთაო გლოვა. მათთვის ეს იყო საყოველთაო გლოვა, ესე ძვირფასი განძი მათ წაერთვათ, მადლის წყარო წაერთვათ მას. აი, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ადამიანებს სიწმინდეების მიმართ, წმინდა ნაწილების მიმართ. იცოდნენ ჭეშმარიტი ფასი ამისი. როგორ ძნელია, როდესაც დღევანდელ დღეს უყურებ თანამედროვე ეპოქას, თანამედროვე ქრისტიანებს თუ არაქრისტიანებს, როგორ არ არის ეს დამოკიდებულება ესე. კი არის თითქოს პატივისცემა, კი არის თითქოს თაყვანისცემა, მაგრამ მაინც რაღაცა უფრო ხშირად, არ თუ ისე იშვიათად ჭარბობს აი ის გზნობა, რომ ამისგან რაღაცნაირად აი რაღაცა ადამიანი რაღაც შედეგს რო ელის, სარგებელს თითქოს და რაღაცა აი იმას ვერ ხედავს, რომ ეს არის რამხელა სიწმინდე. რამხელა რაღაცა არის, სულ არაფერი არ მიიღო შენ, ასე თქვა, ჩვენი ცხოვრები ძირითადად მიწიურია სამწუხაროდ დღევანდელ დღეს, არა? მაინც ეს უზარმაზარი რამე არის რა, უზარმაზარი კურნება არის ჩვენი სულისთვის და ჩვენი ხორცისთვის. და ესე მოხდა იგი აი ქალაქში, ბარში და დღესაც იქ მკვიდრობს, დღესაც იქ არის ეს წმინდა ნაწილები და დღესაც უყვაც აფრქვევს დიდ წყალობას, დიდ შეწევნას. აი მე ნამყოფი ვარ ქალაქ ბარში, ისევე ალბათ როგორც ბევრი ჩვენი თანამემამულე, იმიტომ რომ გახშირდა მოლოცვები ახლა სხვა ადგილებში დადიან ჩვენი თანამემამულეები, თუმცა აქაც ზომიერებაა საჭირო. და რაღაც არ შეიძლება თვითმიზნად იქცეს ხოლმე, მოგზაურობა, გაუთავებელი მოგზაურობა, თუნდაც პილიგრიმობის მიზნით. და მით უმეტეს, რომ ბევრი რამ ჩვენ თვითონ საქართველოში ნანახი და მოლოცველი არ აქვს. მისი წმინდა ნაწილების რომ მიახლო, ესე იგი უნდა განერთხა მიწაზე. ესე იგი რაღაც ესეთი ღიობია, ესეთი ნიშა არის, ვალური. იქ მხოლოდ ერთი ადამიანი ნაწილობრივ ეტევა. პირქვე უნდა დაემხო და ისე უნდა ემთხვიო მის წმინდა ნაწილებს. დღესაც დის ამ წმინდა ნაწილებს მირონი. დღესაც დის წმინდა ნაწილებს მირონი, მაგრამ ის რაც ამ მათგან მოდის ეს უხილავი არის. თავარი რაც მისგან იგზნობა, ეს არის უხილავი მადლის წყაროა. აი, როდესაც
იქ ხარ რაღაც საოცარი სიხარული გეუფლება, საოცარი შეწევნა გეუფლება და საოცარი დალოცვა გეუფლება ადამიანს და ეს მართლაც არის ყველა მოწმუნე ადამიანისათვის შესამჩნევი და ყველა მოწმუნე ადამიანისთვის ეს არის აშკარა. წმინდა ნიკოლოზი შეგვეციოს, შეეციოს ჩვენ ეკლესიას კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი ზეციური მფარველი არის და ღმერთმა ქნას, რომ მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით, მისი ჩარევით ესე იგი გამოარჩიოს კარგი სასულიერო პირები, ხოლო ისეთებს კი რომლებიც შეუფერებლები არიან, მათ გადაუკეტოს გზა ეკლესიისკენ. ეს თვითონ პირველ რიგში მათთვის იქნება დიდი წყალობა. იმიტომ რომ ვინც უღირსად ატარებს ამ წოდებას, არა შემდეგ განსაკუთრებულად იჯება ღვთისაგან. ამიტომ თუ კი ვინმე აერიდება ამას მსახურებას ღვთის განგებით, არა უნდა ჩათვალოს მანაც მის ახლობლებმა და მის მხარდაჭერებაც, რომ ეს არის ღვთის წყალობა მისთვის. მადლობა მამაზურობ, შეგახსენებთ გვესაუბრებოდა დეკანოზის ზურაბ ცხოვრება